man, breathe and just hush so my mind could just see, so my mind don't erupt. At times I feel I can't get enough, but I sip a double cup and I spend a couple bucks. Sending out some love to my blood, to my girl, to my buds, to the homie up above. And no more time for bigging up to these fakes who ain't around when the time's getting rough. Yes, right. What she's got? I don't know how much you know. უკეთესი არ ქონდა ზომბაზგების. არ მომცეს, ძმა full face ქონდა და არ მომცეს. აუ რაღა დაშლი მანქანას ცოტა აქეთ გადმული. მოიცა ხა რა უნდა ვიბადრო, ჯერ დავალაგო ადრე. მარტივად მივხედოთ თემას. ჩართულია რა? რა ხდება ეხა ვაცოდინებ. არა მოიცა კაიში. ანუ მისამები დავიწყებ ჩორლურად რა? ოღონ ძალიან ოფიციალური არ მინდა რომ ვიყო რა. ჰეი! არა. აუ რაღაცას დავაჭირე. კაი, იტოქში დავიწყოთ. ხო ისმის შენ. A few moments later. მოგესალმებით. რიგით მეორე. კარჩი რა ხდება ეხა? მაგას. აი ორი წავი და სვეგა. რა მაგარი ინტრო მივეცით ნახეთ? ხდება. ნახე რიგით მეორე ვიდეოს ვიწყებთ. და რა ხდება ისე Winter Cup-ია. ეგ უნდა ვქვა. ბიჭო, რო გამათენებინა და მთელი ღამე რომ მე მესიჯებოდი ზმა, ეხა მიჭის ვიდეოს დაწყება რა. ხო და მოკლედ რა ხდება ეხა რა? ანუ ეგ არ ჩასო. ეგ არ ჩასო. 12 seconds later. დავიწყეთ ეხა რიგით მეორე ვიდეო. რიგით მეორე ვიდეო დავიწყეთ მოკლედ. ჩამოვიდით ისევ ლილო არენაზე. ისევ დილაუთენია. გავაკეთე უფროსო რაც დამავალე, გავაკეთე. იდეალურად შევასრულე ყველაფერი. ეს კომისია იყო კომისია რა, აკუმულატორის გამო დამბრაკეს, რომ პირდაპირ სალონში გიდევსო აკუმულატორიო და მოკლედ რაღაცა მოუფიქრეო და ავდექი და დავსკოჩე, რომ რაღაცა რომ მოხდესო და რომ გასკდესო ზედ არ შემოგესხას კისლატაო, მაგრამ ამან როგორ უნდა დამიცვას ხა ამ სკოჩებმა მე არ ვიცი, მაგრამ ორი სამოსაღები გვაქვს მართლა, თორე თავში მოგხდება. მაგრამ შვენიერ განწყობაზე ვარ, რა ვიცი. საკაიფოდ გუშინ ვივარჯიშეთ ბლომად ბიჭებმა. მანქანაც ისე არის, დაჟე წინა შეჯიბრი რომ მორჩა, რომ შევაყენე ბოქსებში. ვაფშე არ გამომიყვანია, გუშინ დავქოქე პირველად მაგ პირველ შეჯიბრის მერე და გამოვედი საბურავები გადავაცვი, როგორც ხდება ხოლმე დრიფტერები გამიგეთ. ხო და ჩამოვედი ხა ლილუარენაზე მეორე ეტაპია Winter Cup-ის. და გავალდა დღეს უკვე სხვაგვარად იქნება, მეგობრებო, დღეს დავადუღებთ იმენა და მაგრა გავივით. არა აჩი. ეს თუ გინდა არ ჩასო. ძმებო. Good boy. მოვიტანა ახალი პაგრუშკინიები. ელისია ძმა, ელისი. ის ამანქანის ტესტ დრაივი ხო არ გადაგვიღო აჩი. ის მოიტანა რა. რა მოვიტანა? წნევისაზომი, ბიჭო, ბოქსშიდო. გათ შეგრაც თან ორი რაცი დადის ტიპი იმენა. აუ ატყდა აჩი გაქვედა რა. დაცვის თანამშრომელი არის ესა და ვამუშავებთ, კაროჩე იმათ რა. გავღავობით დაცვაში მუშაობს და თემა როგორია ნახე რა, როცა საბურავს მაგალითად ეხა ჩვენ შემთხვევაში ვაყენებთ 2-ზე რა, რომ მაქსიმალური მოჭედება გქონდეს და როცა საბურავი 2-ზეა დაბერილი და როცა გაივლი 1 გავლას, 2 გავლას, 3 გავლას, როცა ცხელდება, ემატება წნევა შიგნით. და შესაბამისად მე მოჭედება გვაკალდება. ამიტომ ეხა თუ ძალიან არის დაბერილი და არ ვიცით რამდენზეა დაბერილი, იქნება ძალიან სავალალო და ცუდი და თან ერთი რაღაც უნდა ვთქვა, რომ ერთი წყილი საბურავით ვარ წამოსულები წინა შეჯიბრიდან რაც დაგვრჩა. იდეაში გუშინ რაც ვივარჯიშე ერთი წყილი იყო ეგ. ერთ ნახევარი. ანუ ერთი ნახმარი და ერთი ახალი და დღეს უკვე ერთი წყილით ვარ წარდგენილები და რას ვაპირებთ 100-ზე არა ვარ რომ გადავალთ ტოპ რაღაცებში მე რა მოხდება არ ვიცი მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ბრენდს არ დავასახელებ დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბაკრიშკა იმუშავებს იდეალურად Just too quick for it, peeling off like the whip orange. Seen they effort, this piss poor. I got too much, I gotta tend to. Car payments and the rent due. Told y'all that I'm 6 foot, but with the money stabbing, I'm 10-2. Too much that I've been through, so I put it all in that rear view. Clean money in a black whip, got old problems with the friends new. Yeah, I'm in the big leagues. Told her don't miss me. Ballin' like Houston, ayy, feeling like Whitney. Yeah, I need a bag, bruh. Send it through quickly. I'm making his dog, like I'm in the big leagues. Yeah, told him I'ma hit it out the stands. I deserve another 100 bands. I deserve another 100 fans. Told them this was always in the plans. I just did it cause they said I can't. Blowing euros when I'm down in France. Labels asking how I build a brand. Told them put a check up in my hands. Who got time, no cap. Made a few checks, but they all in the raps. Had a few friends, but they suck in the past. I don't even trip when I'm thinking about that. Hopped in the whip and we all in black.
და კლიპინგი ძალიან კაი იყო, პორტაფოლიო დატარიაზე გაუნდეს მაგიგამ, თორე მაგარი გავლა იყო ზევით. აი მაგარად გავდიოდი, ბიჭო და იქ ავიწყე. არა უშავ რაც ერთი შანსი კიდე ვახე. ბიჭო არ მერვიო, просто იმენა იმიდო რომ ზოგადად გამეორე და ამის დას შეგვეც. მოკლედ პირველი საკვალიფიკაციო გარბენი გავიარეთ. ყველა ზონა რაც შიგნიდან ხედავდი, ყველა ზონა კარგად ავიღე, აგრესიულადაც გავიარე, ჩქარაც გავიარე, უბრალოდ ბოლო ზონაში ცოტა ზედმეტი მომივიდა და ორი საბურავით გადავარდი გზიდან. ეგ ორი საბურავით გადავარდნა კიდე არა უშავს. უბრალოდ კენჭებია, ხრეშებია, რაღაცები ხლია, მოკლედ ყვაღორღიში გადავარდი და დავტრიალდი მაგიდან, უბრალოდ გავჩერდი. აი საბურავის გავჩერდი. ეხა კიდე მაქვს მეორე მცდელობა. უბრალოდ ვესტები რომ ისევ მაღალი ქონესთვის ვებრძო. მაგრამ იმ მონაკვეთზე, სადაც როგორ თქვა, ბუგაროკი როგორ არის ქართულად და პატარა ბუგაროკი ვით არის და იქ რო ხტები ჩემი მანქანის უკანა პადოსკა ვეღარ ეჭიდება და ცოტა იხტუნავა და მაგიტო ვეღარ დავაკორექტირე და გადავარდი, ანუ ორი საბურავით გადავედი მოკლედ და ეხლა ვესტები რომ გავიარო იდეალურად და ვესტები რომ გავიარო მაღალ ქულაზე. აი მოკლედ როგორც უკვე ნახეთ, პირველი გარბენი გამინულდა. მაგაზე დიდ ხა ახსნებს არ დავიწყებ არაფერს. მეორე გარბენს რაც შეეხება, მოკლედ მანქანის პრობლემა იყო უკვე 99%, იმიტომ რომ კადრებსაც ჩავსვათ. ანუ ატლივი როგორ არის ქართულად? ბენზინის უკმარისობა დაემართა ჩემ მანქანას, იმიტომ რომ პომპიდან, ბენზინის პომპიდან ამომავალი შლანგის დედა შევეც. ბენზინის რა მილი ძმას ხო პომპას ვეძებ თუ რა ქვია იმას ტუმბო მოკლედ ბენზინის სისტემაში შეგვიქნა პრობლემა რაღაც მილი მოუყვა ცუდ ადგილზე მოკლედ კომისიამ რო შეგვამოწმა თავსახურები სადაც არის სალონში ღიად არის და დამავალეს რომ მოკლედ დააფარეო ეგ თავსახურები რომ რამე რო მოხდესო ცეცხლი არ გაგიშთესო და ბენზინმა არ მოასხასო და რო დავაფარე ეს ხუფები მომიწია კი არა მოუწია ერთ შლანგს ცოტა ცუდად გადაკეცვა და აქედან გამომდინარე ატლივი მქონდა და გავნულდი ძალიან ცუდად და ძალიან გამიტყდა, მაგრამ აქედან ახლა პირდაპირ წავალ ჩემი სერვისში შევაგდებ და სანამ ბოლომდე არ მოიხოდება თავის ადვესკიანად და თავის ყველაფრიანა იქამდე არ გამოვიყვან, ნუ შეჯიბზე გამოვალ, მაგრამ მოხოდილი გამოვალ შემდეგში მაგას ვუეჭველი გპირიდებით და ასევე ხა მინდა კიდე წარვადგინო ერთი საინტერესო ადამიანი Kingo Drifts-ზე მონაწილეობს თათა ფოჩხოა გამარჯობა თათა გამარჯობა შენს ჩემსავით მოგიწია ატლივები და კი მეც ძალიან ცუდი პრობლემები შემექმნა პირველ გარბენზე საბურავების წნევა ძალიან დაბლზე მქონდა და ვაფშე ვერია რა ვაფშე საერთოდ ვერია რა ხო და თან ყველაზე დაბალი ძრავით არის 2.5 არის 2.0-ის გალოუკით და შესაბამისად არ არის ძლიერი ძრავით უნდა იარო აი ძალიან ჩქარა და გაზგაყრილმა რაც შეგატყე ხო აი უნდა ისროლო შენი მანქანა რომ გავუდეს და მეორე გარბენს რაც შეეხება საბურავების წნევა ცოტათი გადავბერე ცოტათი მოუმატე და შედარებით უკეთესი იყო მაგრამ მაინც გავნულდი ანუ შენ ატლევის პრობლემა აღარ ქონია ატლევის პრობლემა არა აი ანუ სხვა პრობლემა ხო რეგიაში ერთ რამეს გეტყვი რომ ძალიან კაია რომ მონაწილეობას ღებულობ
მნიშვნელობა არ აქვს, ამ წუთას გადახვედი, ანუ ჩემ შემთხვევაშიც და თავს ვიწყნარებ თუ რაღაცა ეგეთი, მაგრამ თავში და არა. მაინც სულ არაფერს და მონაწილეობის არ მიღებას ჯობია რომ მონაწილეობა მიიღო, მიეჩვიო. მანქანასაც ნელ-ნელა მე დრო და დრო შენც მოიგებ, მიეჩვევი. და რავი, წარმატებებს გისურვებ. მადლობა შენც ძალიან წარმატებები. მიხარია რომ მანდელს არის მონაწილეობს. ამ შეჯიბრში და რავი, წარმატებები და მე თუ გინდა ჯინოზე ვისრიალოთ წავიდეთ. აქ თემე რაღაცებს ჩალიჩობს, ცოტა გაბრაზებულია ხა ახლოს ვერ მივდივართ. თემე ეს არის 2 ჯეიზეტი, ხო ეგრეა? 1 ჯეიზეტი. მაიტა მანქანა მარხო. გაივლი? ბიჭო, მაგიტო ვერ გავიარე მეც რო არ არის ხოდზე, მაგრამ თუ გინდა ცადე. არა თუ არ არის. გაჩვენებ თუ გინდა ვიდეოს რეები ემართება და მაგას თუ დაუმუღავებ გაიარე ბაზარი არა. ეხა ატლევი ქონდა, მაგრამ ხტუნაობს ძალიან. აი, ერთი თუ აგაგდო ეს რაღაცა მიჩვეული გო. შენ ხარ რა პროცესში ხარ? ანუ კვალიფიკაცია გადახვედი? 38 ავიღე და ვერ გადავედი. აი. ეხა მეორე 38 ავიღე და ეხა მე მგონი ბადეში ვარ ლუზერების. კი, ლუზერები. ლუზერების ბადეში. შანსი მაქვს. ჩვენ შეგვიძლია რამე დაგეხმაროთ. მაშინ წარმატებას გისურვებ ძმა. დაიხარცვა. დავაი. ეს არის დრიფტერული ცხოვრება, მეგობრებო, ტანჯვა, წამება, ღამეების თენება. ხო და ხანისია რა, გულია რა დაიწყიტო მაინც და ბოლომდე უნდა მიაწვე რა. თავარია რომ მონდომებულები ვართ. რავი, ამ ხალხს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და დრო იყო ქუჩაში ერთად ვსრიალებდით და მთელი ამბები, მაგრამ ეხა გადმოვინაცვლეთ და ნელ-ნელა ვცდილობთ რომ პროფესიულად შევხედოთ და პროფესიონალურად შევხედოთ ამ ყველაფერს. მოკლედ ერთი თხოვნა მაქვს რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ. ეს ვიდეო დაალაიქოთ. და იდეაში ეს ვიდეო ამით არ მთავრდება, იმიტომ რომ ამ ვიდეოშივე იქნება მანქანის მოხოდვა. რატო ჰიტლერს გავარ თუ აი და მოიხოდებით და გამოვალთ მე უკვე სხვა ამბიციებით. ნუ ატლევი გვანახე, ატლევი ძმა. ატლევი განახო მოდი ძმა. მოდი ჩემო ძმა, ვაგერ. просто ის უნდა დაიკაო. და ეგრე არ გამოგივა შენ ხა ცალი ხელით ეს დაიკაო. მოდი ერთ წამი. ობობის ქსელები უნდა ჩავატარო. ზუმი მოიყვანე. მოკლედ კომისია მომცა შენიშნა ამაზე რა. ხო გახსოვთ რომ გითხარით რომ აკუმულატორზე მომცა შენიშნა მეთქი და ეს რავი რაღაცნაირად შებუთე და თვალი მოვატყუე რომ არა თვალი კი იდეაში შევფუთე როგორც საჭიროა, მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ. ამას რაც შეეხება მეგობრებო, ნახე ეს არის სავარაუდოდ მეორე ბაქში გადამტანი მილი არის. ეს ბაკი მე ჩამოღებული მქონდა, ყველა მილი შევცვალე. უბრალოდ ეს როგორც იყო, ისე დარჩა, ისე მოუწია, იმიტომ რომ რო ამოკლებ მე მოკლედ არ გამოდის ნორმალურად და კომისიამ თქვა რომ ეს დამეფარებინა. პირველი გარბენი კარგად გავიარა და მეორე გარბენზე უკვე ბენზინი აღარ იყო, ვეღარ გადმოიტანა და მომცა ატლივმა და შესაბამისად გავნულდით. არა უშავს კაც. ფარხმალს არ ყვრით. ეხა წავალთ ბოქსებში და მოვხოდავთ ჩვენი ნადირ მანქანას რა. ეს ვიდეო რითი გაგრძელდება? ეს ვიდეო გაგრძელდება ჩვენი მანქანის იმ დონემდე მიყვანით რომ შემდეგ შეჯიბრზე უკვე ესე არ გამოვარდეთ უაზროთ რა და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო აყურებელსაც და ჩემ თავსაც დავუმტკიცო რაღაცეები. თავარია მონაწილეობა. Just let a man breathe and just hush so my mind could just see, so my mind don't erupt. At times I feel I can't get enough, but I sip a double cup and I spend a couple bucks. Sending out some love to my blood, to my girl, to my buds, to the homie up above. And no more time for bigging up to these fakes who ain't around when the time's getting rough.